ნატა მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. გვაქვს შესაძლებლობა რომ აი პირველი კომენტარი გთხოვოთ იმ წერილზე, რომლის შინაარსიც არის უკვე გასაჯაროვებული, კონკრეტული პირობები თქვენთვის რა ტიპის დასკვნის საფუძველია და შემდეგ უკვე გადავიდეთ რა შეიძლება ველოდოთ, ხო? აი ამ მოცემული პირობების გათვალისწინებით რა ტიპის ასე ვთქვათ ნაბიჯებს შეიძლება დაელოდოს საზოგადოება ქართული ოცნებისგან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროა ჩემთვის ძალიან, რომ აი ასეთი თემების განხილვა გვიწევს. მაშინ, როდესაც მე ბრიუსელში ვიყავი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ძალიან მწვავედ იდგა, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა იმისთვის, რომ მიგვაღწია ამ პრივილეგიისთვის, როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა და დღეს ვართ ამის დაკარგვის პირას. ჩემი აზრით, რეალური საფრთხეა. და ეს წერილი არის საბოლოო გაფრთხილება. ეს არ არის პირველი გაფრთხილება, ამაზე იყო ძალიან დიდი ხანი საუბარი. სხვადასხვა საშუალებით, ახლა დიპლომატიურ ენაზე ეს ხდება დახურულ კარს მიღმა, ეს ხდება პირდაპირი მოწოდებებით, არაფერი არ დაუკლია ევროკავშირს. მათ შორის საინტერესო ისიც არის, რომ იყო აშკარად სიგნალები, ესე ვთქვათ, ხელის გამოწოდების სურვილი, დიალოგის აღდგენის სურვილი, ყველაფერზე თითქმის ოცნებამ უარი თუ პასუხა. ამიტომ რაღაც ესეთი ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება სურთ კიდეც, რომ ევროკავშირმა ეს ვიზა ლიბერალიზაცია შეაჩეროს, ისევე როგორც მათ სურდათ და საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩერეს გაწევრიანება. ანუ იზოლაციის კომფორტზე აკეთებთ მინიშნებას ივანიშვილისთვის ნატა? ასე გამოდის, იმიტომ რომ სხვანაირად ამას ახსნა არ აქვს. მართლა იყო დიალოგის დაწყების სურვილი, მე ზუსტად ვიცი, იგივე განცხადებებით თუნდაც მარტაკოსისგან, გაფართოების კომისრისგან, ჩართულობის ესე ვთქვათ, სხვადასხვა დონეზე, რომ იქნებ რაღაცნაირად ეს გამწვავება ურთიერთობებში მოვაგვაროთ, საქართველოს ეს უკუსლა დემოკრატიული შევაჩეროთ, ამაზე ხდებოდა აპელირება, მაგრამ რეალურად არანაირი ინტერესი თბილისიდან არ ჩანს. ეხლა იმაზე საუბარი, რომ 31 აგვისტო დასახელდა და ჩვენ 2 სექტემბრამდე სესიას არ ვიწყებთ, ესეც ტექნიკური რაღაც ასე ვთქვათ, მოგონილი საკითხია, სურვილი რომ იყოს ყოველ შემთხვევაში ნაბიჯების გადადგმაზეა საუბარი, გარკვეული ასე ვთქვათ, მზაობის გამოხატვაზე, რომ ეს ურთიერთობები ნელ-ნელა მაინც აღდგეს და დავიწყოთ დაბრუნება იმ ასე ვთქვათ, ქვეყნის იმ განვითარების გზაზე, რომელიც ამდენი ხანია გვინდოდა. ეხლა ეს ვიზა ლიბერალიზაცია ამას სჭირდება 15 ხმა. რეალურად ამას სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა. ეს არ არის რთული. რეალურად ეს კვალიფიციური უმრავლესობა როგორც ჩანს არის უკვე საბჭოში. ამიტომაც არის ასეთი ძლიერი წერილი. ულტიმატუმია რეალურად, იმიტომ რომ გაჟღერდა თარიღი, როდესაც თარიღის დასახელება ხდება დიპლომატიურ ენაზე, რეალურად ნიშნავს ულტიმატუმს, მაგრამ ეს არის ბოლო გაფრთხილება, აქამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო ძალიან ბევრი და იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირი რაღაც ხო, წერილში არ არისო თარიღი დასახელებულიო, ხო? ხო, გაჟღერდა თარიღი. დიახ. ანუ ეს ვიცით, ოფიციალურად გაჟღერდა ქალბატონმა კალასმაც თქვა, ამიტომ ახლა ეს წერილში წერია თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. რეალურად ულტიმატუმია და ბოლოა და იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რეალურად ქართული ოცნების პირობებში ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული, რომელმაც ასე ვთქვათ, ადამიანების დონეზე დააახლოვა საქართველოს ევროპულ სივრცეს. ამისთვის ძალიან ბევრს იბრძოდნენ, მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი მთავრობის ხელმძღვანელები და მთავრობის წევრები. და დღეს არის აბსოლუტური ცვლილება, რომელსაც ვხედავ. კაპიტან ნატა, რისი გამოყოფაში არის შესაძლებელი აი ამ პუნქტებიდან ჩვენ წაუკითხეთ ეს მაყურებელს, რადგან ეს ყველა ჩვენგანს ეხება, ხომ? ძალიან დრამატულად ცვლის არაერთი მოქალაქის
არაერთი კი არა, ათასობით მოქალაქის მომავალს დაკარგული ვიზო რეჟიმი. ხო, ესიც ვიცით ძალიან კარგად, რა ტიპის ეკონომიკური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს და რადგან ეხა კონკრეტული თარიღია უკვე დასახელებული, გაცილებით უფრო ახლოს არის საფრთხე, ასე გამოდის. 47 დღე მიეცა ფაქტობრივად ქართულ ოცნებას და ვნახოთ შემდეგ როგორ და როდის დადგება კონკრეტული გადაწყვეტილება. აი იმისთვის რომ არ დადგეს ეს შედეგი, აი რა გასაკეთებელი ოცნებას, რისი გამოყოფა შეგიძლია თქვენ კონკრეტულად, რაც თავსებადია მათთან. აი მათ შორის დეკემბერშიც იყო ხო რეკომენდაციები და იმ ნაწილსაც მოიცავს ეს დოკუმენტი, როგორც ვკითხულობ. ისინი რამდენად შესრულდა და არის თუ არა თავსებადი ოცნებასთან ამ ყველაფრის შესრულება 31 აგვისტომდე. სამწუხაროდ ძალიან რთული იქნება ოცნებისთვის ამის შესრულება და მათ ეს ძალიან კარგად იციან, ამიტომ პასუხი იქნება ალბათ სავარაუდოდ ისევ აგრესიული, ისევ იქნება გადატანა და დაბრალება ევროკავშირზე, იმიტომ რომ მე როგორც აღვნიშნე ასეთი ეჭვია, რომ სურვილი არის რეალურად ხდება ქვეყნის იზოლაცია. პირველ რიგში ჩვენს მტერს აწყობს ის, რომ საქართველოს არ ქონდეს უვიზო მიმოსვლა. და ამის ეს კეთდება, ეხლა ისე გამოდის, რომ ევროკავშირის ხელით. მე თავად პირადად არ ვარ ამ გადაწყვეტილების მომხრე და ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი უნდა მოეძებნათ და გარკვეულწილად თავად ევროკავშირის პრობლემაა ის, რომ ვერ დგება კონსენსუსი უფრო ასე ვთქვათ, კონკრეტულ სანქციებზე. მიზნობრივ სანქციებზე, ხო, ეგრეთ წოდებულ ტარგეტირებულ მიზნობრივ სანქციებზე. იმიტომ რომ ორი ქვეყანა და ძირითადად ერთი ამას ბლოკავს, ეს არის შიდა პრობლემა და ამიტომ ასე ვთქვათ, მეორე ვარიანტის ყველაზე ცუდი, ჩემი აზრით, ამოქმედება ხდება, მაგრამ ეს არის რეალური რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ უნდათ, ნამდვილად ჩანდა აქამდე არაერთი გზამივი იმისა, რომ რაღაცნაირად ეს თავიდან აეცილებინათ, მაგრამ ეს არ ხდება. ეხლა უვიზო მიმოსვლის რაც იქ ჩამოდა თვალშიც არის მთავარი, რატომ ეძლევა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არის ის, რომ აქ აბსოლუტურად სრულდება, დაცულია ადამიანის უფლებები და სრულდება ის ასე ვთქვათ სტანდარტები, რომელსაც მოელის ევროკავშირი. არ იქმნება იმის საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ესე არ იყო, მაგრამ ეს იყო კეთილი ნების გამოხატვა, არ იქმნება საფრთხე იმის, რომ ეს არის ქვეყანა, საიდანაც ხალხი გამოდის. და შეიძლება მათთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ცივილური ურთიერთობების დამყარება. ამის გარდა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც უნდოდა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს იყო პირველი ნაბიჯი, როგორც მე აღვნიშნე, რეალურად, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გრძნობდნენ თავს აი ამ ევროპული სივრცის ნაწილად და არ სჭირდებოდათ სხვა, ასე ვთქვათ, რიგში დგომა, სხვა განმისვლა, სხვა მსოფლიოს სხვა ნაწილთან, ასე ვთქვათ, ასოცირება. ასევე უნიშნულოვანესი იყო ეს თქვენ აღნიშნეთ ეკონომიკური ასპექტი იმისთვის, რომ ასოცირების ანუ ჯერ კიდევ აწმყოში საუბარი შესაძლებელია და იმედია რომ რამე შეიცვლება. არ ვიცი, მე სამწუხაროდ ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ვიყავი ამ წერილამდე, იმიტომ რომ როგორც ჩანს მომწიფთა გადაწყვეტილება, რომ ამაზე წავიდნენ. აქამდე ეს არ იყო. ამიტომ რეალურად პასუხი უნდა მივიღოთ ოცნებისგან, რას გააკეთებს იმისთვის, რომ ეს თავიდან აირიდოს და არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ არის, იმიტომ რომ რეალურად მისგან ელიან იმას, რომ საქართველო დაუბრუნდება, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ ღირებულებებს და დემოკრატიულ წყობას, იქ სადაც ოპოზიციონერებს და ციხეში არ სვავენ, იქ სადაც არ არის ზეწოლა მედიაზე, თავისუფლების გამოხატვაზე და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც ქართული ოცნებას ინტერესებს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ეს რეალურად საფრთხეს უქმნის ოცნებას იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლება. ანუ მისი ტიპის მმართველობა თავსებადი არის არა ვთქვათ ევროპული კანონმდებლობის აღსრულებასთან, არამედ იმ ტიპის მმართველობასთან, რომელიც მას გაათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან, რომ აი მიაქციოს ყურადღება მათ შორის ამ ტიპის ევრორეკომენდაციებს. ნატა,
ჩვენ ნახეთ კალასის განმარტებები, ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ანუ ვახსენეთ 47 დღე და ასევე ვახსენეთ იზოლაციის თემა. არის თუ არა ეს კომფორტული ივანიშვილისთვის და კალასი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ევროკავშირის ავტორიტეტსაც ეხებაო, ხომ? ანუ უფრო მეორე მხრიდანაც ასე ვთქვათ უყურებს ამ საკითხს, არა მხოლოდ ვთქვათ ჩვენი მოქალაქეების დაზიანება ხდება, არამედ ევროკავშირის ავტორიტეტსაც ეხება და რატომ უნდა მოხდეს ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა. აი რეალურად მთავარი ამბავი რა არის, რა ოცნების რა ტიპის მმართველობა, ასე ვთქვათ, როგორ ხასიათდება მისი მმართველობა, იმიტომ რომ იქამდე ოცნება არწმუნებდა თავის ამომრჩეველს, რომ ეს საფრთხე არ არსებობდა, არაფერი არ გაუქმდებოდა, მოგონილი იყო ასე შემდეგ სხვა ტიპის შეფასებაზე გადავიდნენ და ახლა ბოლოს ნახეთ, რომ შანტაჟად არის ეს ყველაფერი შეფასებული. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ იმ პროპაგანდის საპასუხოდ, რომელიც სავარაუდოდ ახლა კიდევ უფრო გააქტიურდება და ვნახოთ რა არის საპირწონედ დააყენებს უკვე ქართული ოცნება მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით. აუცილებლად გააქტიურდება, ეს დაბრალდება ევროკავშირს და იქნება წარმოდგენილი როგორც ასე ვთქვათ ევროკავშირის მიერ გადადგმული არამეგობრული მტრული ნაბიჯი საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. რეალურად ეს ეხება მხოლოდ ქართულ ოცნებას და იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებს და თქვენ შეფასება მთხოვეთ რა ტიპის არის ეს პოლიტიკა. მე ამას ვუწოდებდი საგარეო მიმართულებით, ეს არის უვექტორო საგარეო პოლიტიკა, ეს არ არის მულტივექტორული, რეალურად უვექტორო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით საით მიდის ქვეყანა, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვის ინტერესებში არის ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ გავთ, ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში, გასაგებია რომ შეიძლება რეჟიმის ინტერესში იყოს, მაგრამ ზოგადად აი მიმდინარე ცვლილებების ფონზე, რომელიც ახლა ხდება, არა მხოლოდ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონში, საქართველო არის ყველაზე უფრო წამგებიან მდგომარეობაში, ამიტომ მე ამას ვუწოდებდი uvektoро საგარეო პოლიტიკას და საშინაო პოლიტიკა, რომელიც არის რეალურად უკვე სომხეთის საკითხი, რეგიონი ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ვრცელდება, პაშინიანის მასის პასუხობს კითხვას, არის თუ არა სომხეთის ინტერესი ევროინტეგრაცია და ის ამბობს, რომ დიახ, არის ეს ინტერესი, და დიახ ეს ჩვენს ინტერესშია და მოკლედ ის აცხადებს სომხეთი არის სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც რეალურად მულტივექტორო საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. ის ჩამოშორდა, ასე ვთქვათ, რუსეთზე დამოკიდებულებას, გადაიხარა დასავლეთისკენ გარკვეულწილად, მაგრამ ასევე აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები, მაქსიმალურად ავრცელებს ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ინდოეთთან, მათ შორის გარკვეულწილად ირანთანაც აქვს ურთიერთობა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, არც რუსეთთან არ იფუჭებს საქმეს, მულტივექტორული არის სომხეთის პოლიტიკა და დღეს ბრიუსელში არის ძალიან კარგი დამოკიდებულება სომხეთის მიმართ და რეალურად ხდება სომხეთით საქართველოს ჩანაცვლება. ის ადგილი, რომელიც ეკავა საქართველოს, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენს რეგიონში და სამეზობლოში აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, საქართველოს დღეს ანაცვლებს სომხეთი ევროკავშირის გადმოსახედიდან და ევროკავშირის რეპუტაცია, პრინციპები, ასე ვთქვათ, სტანდარტების და თუნდაც პირველ რიგში ღირებულებების პატივისცემა მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ქალბატონ ნატა, დაგემშვიდობებით ნატა საბანაძე ლონდონიდან გვერდთვებოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში ჩვენ